როცა სიტყვა მწარეა, როცა მესმის კრიტიკა და უხეში ხმა, ჩემს გულში იღვიძებს ცხენის შეგრძნება, მაგრამ მე არ პასუხობ იმავენით, არამედ სიმშვიდით და დიდი მოთმინებით. ჩემი საუბარი იყოს მადლიანი, მარილით შეზავებული და თბიანი, მშვიდი პასუხი აცხრობს დიდ რისხვას და ჩვენ სიტყვებს მატებს დიდ ძალას. მე ვთხოვ იეჰოვას, რომ მომსესწალა, რომ ჩემი სიტყვა იყოს როგორც სამალი, არა როგორც ხმალი, რომელიც წრის, არამედ როგორც წყალი, რომელიც ცეცხლს შლის. როცა მაკრიტიკებენ, დამდგენენ გულს, მე არ ვაყოლებ ამ ქვეყნის სულს, რადგან ეს არის სიბრძნეზე ციდან, რომელიც გვაშორებს ყოველგვარ სოდვას. ჩემი საუბარი იყოს მადლიანი, მარილით შეზავებული და თბიანი, მშვიდი პასუხი აცხრობს დიდ რისხვას და ჩვენ სიტყვებს მატებს დიდ ძალას. ჩემი საუბარი იყოს მადლიანი, მარილით შეზავებული და ჭკვიანი, მშვიდი პასუხი აცხრობს დიდ რისხვას და ჩვენ სიტყვებს მატებს დიდ ძალას. ჩემი საუბარი იყოს მადლიანი, მარილით შეზავებული. როცა სიტყვა მწარეა, როცა მესმის კრიტიკა და უხეში ხმა, ჩემს გულში იღვიძებს ცხენის შეგრძნება, მაგრამ მე არ ვპასუხობ იმავენით, არამედ სიმშვიდით და დიდი მოთმინებით. ჩემი საუბარი იყოს მადლიანი, მარილით შეზავებული და თბიანი, მშვიდი პასუხი აცხრობს დიდ რისხვას და ჩვენ სიტყვებს მატებს დიდ ძალას. მე ვთხოვ იეჰოვას, რომ მომსესწალა, რომ ჩემი სიტყვა იყოს როგორც სამალი, არა როგორც ხმალი, რომელიც წრის, არამედ როგორც წყალი, რომელიც ცეცხლს შლის. როცა მაკრიტიკებენ, დამდგენენ გულს, მე არ ვაყოლებ ამ ქვეყნის სულს, რადგან ეს არის სიბრძნეზე ციდან, რომელიც გვაშორებს ყოველგვარ სოდვას. ჩემი საუბარი იყოს მადლიანი, მარილით შეზავებული და ცხვიანი, მშვიდი პასუხი აცხრობს დიდ რისხვას და ჩვენ სიტყვებს მატებს დიდ ძალას. ჩემი საუბარი იყოს მადლიანი, მარილით შეზავებული და ჭკვიანი, მშვიდი პასუხი აცხრობს დიდ რისხვას და ჩვენ სიტყვებს მატებს დიდ ძალას. ჩემი საუბარი
შეზავებული